გორში სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ტერიტორიაზე სტალინის ქანდაკების დადგმის ნებართვა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს არ გაუწია და გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს. განცხადებას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ცნობაში ნათქვამია, რომ სტალინის ქანდაკების გორში განთავსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გორის საკრებულომ ჯერ კიდევ 2010 წლის 16 ივნისს მიიღო. მიმდინარე წლის 28 ივნისს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილის საპასუხოდ სამინისტრომ მხოლოდ ტექნიკური სახის რეკომენდაცია გაუწია პროექტის იმ ვერსიას, რომელიც ქანდაკებას მოიაზრებს როგორც ექსპონატს და სამუზეუმო კომპლექსის შემადგენელ ნაწილს. ოდიშარიას უწყებაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება სტალინის ქანდაკების გორში დადგმასთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის პრეროგატივას წარმოადგენს. საკითხს საკანონმდებლო ორგანოშიც გამოეხმაურნენ. გაჩვენეთ ოფიციალური დადგენილება, რომელიც არის მიღებული 2010 წლის 16 ივნისს და რომელზეც ხელს აწერს მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე. შავი თეთრი წერია. ქალაქ გორში სტალინის გამზირზე ნომერ პირველში შენობა ნაგებობაზე განთავსებული ქანდაკება მომეტებული საჯარო ინტერესების გამო გადაადგილდეს და დაიდგეს სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე. ანუ ის რომ ქართული ოცნება აბუნებს სტალინის გზას არის სრული სიცრუე. ეს დადგენილება თვითონ ნაციონალურ მოძრაობას აქვს მიღებული, უბრალოდ არ დასცალდათ რომ შეესრულებინათ